გერმანელები მაგალითად მომიწო შმაისტერში იყო გრძელი ესეთი კოლოფივით რაღაცა იყენა და იყო გამოშვერილი. ანუ დაწოლილ მდგომარეობაში მაგარი მოხერხებელი იყო ისოდენ ესე, ან ესე. ანუ ყველა ვარიანტში ახლა ამ ხელა რაღაცა რო იყო ჩამოსული, ეგ არ არის კაი. ამითი ჯობდა. რომ დაწოლილ მდგომარეობაში კაი იყო. ცუდი ის იყო, რომ ეს უფრო მძიმე იყო იმასთან შედარებით. ის უფრო დახვეწილი იყო, მაგრამ ის არ იყო დაშტამპული იარაღი, თუმცა მე რაღაცა დაშტამპული ნაწილები იმასაც აქვს, მაგრამ უფრო გამოჩარხული ნაწილები ქონდა. ნუ ეგეც ჩამივარდება ალბათ ხელში, თუ ვინმე საგათხრა. მეგობრებო, რა ვიცი, ეგ იარაღი რომ მომაწოდო და განვიხილოთ, ცუდი არ იქნება, რა ვიცი რა. ეს იარაღი მე არ მისროლია პირდაპირ გეტყვით, ეს კერლათვის. მოდი ახლა ესე გავაკეთოთ. ეს წარს ეტყობა რომ ომის დროინდელია ნათრევი, ნაომარი რაღაცა და აი ნახატქუნები და ასე შემდეგ. კაი, მოდი ახლა ჯერ ვეცადოთ რომ ტყვიები დავტენოთ და აი ესეთი რაღაცაა. უყურეთ. აქ ეგეთი ზამბარა, ამ ზამბარას მოვაწვევი ზემოთ და მე ეს გამოვიდა, განთავისუფლდა. და წარმომიდგენი ახლა ომში რა მოხერხებელი რაღაცა. ეხლა ნახეთ, ტყვიები ამაში ლაგდება ის. 72 ტყვია უნდა ჩადოთ აი ეს. ეხლა წარმოგიდგენიათ ომში რომ ეგეთი რაღაცა დაგჭირდეთ, აი ხელა რაღაცა ამოიღოთ, ქვაბივი და ამაში ალაგებთ სათითაო. თან თუ გვერდზე დაიხარ, ესენი გადმოცვილი. მაგარი მოხერხები. ეხლა ეს ვინც დაამზადა, აი ეგ შეხედეთ ჩხირი რო აქვს, აი აქ. ეს ჩხირი საბრძოლო იარაღს არ ქონდა, ამიტომ რომ ბევრი ტყვიები ჩაგედოთ. ამბარა იჭერს. გამამწარა რა, მაგრამ აი. ეს მე ახლა ქვემოდან. აიცა. აჰა. მივიყვანე ჭყუამდე რა. ანუ აი ეგ ზამბარა აქვს. ამას ესე ხელით მოატრიალებდით და ეს თათი ამაში მოძრაობს და გაჩერდებოდა, ჩაალაგებდით, მერე ქვემოდან აი მას მიაწვევით. ეს ზამბარა გაიშრება და ეს თათი აწვება უკვე აი ვაზნებს.